მე მინდა საზოგადოებისთვის საცნაური გავხადო კიდევ ერთხელ თუ რა პრობლემებია დღეს ჩვენთან ხელისუფლებაში და რა პრეტენზიები მაქვს პირადად მე კახა-მიქაიას ხელისუფლებასთან. ამას წინათ ზუგდიდის ქალაქის საკრებულოში გაიმართა თუ შეიძლება ასე ითქვას ისტორიული სხდომა, ისტორიული რა თქმა უნდა ბრჭყალებში, სადაც სხდომის ნახევარზე მეტი მომეწონა მე თქვენს მონამორჩილს. არ დაგემალავ ძალიან მიხალისე, მაგრამ ეხლა მინდა პატარა ციტატა მოვიყვანო. მიქაიას დაავიწყდა, რომ ის სწორედ იმ გუნდს წარმოადგენდა, ვისაც ახლა აკრიტიკებს. მიქაიას შეეძლო დეპუტატების მიმართ პრეტენზიები მაშინ დაეფიქსირებინა, როცა მათი ოფიციალური წარდგენა მოხდა და არა ახლა. მისი თანაგუნდელების ასეთი კრიტიკით კახა-მიქაია ემსგავსება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ყველანაირ პასუხისმგებლობას გაუძლებს. როგორია? ერთ-ერთი ნაციონალისტი ამაზე იყვია მეგობრებო, არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი. მე მართლა ძალიან მიხალისე, მაგრამ ეხლა სრული სერიოზულობით მინდა გამაცხადო. აქ ნაციონალური მოძრაობა არაფერ შუაში არ არის. მე მიმართავ ქალაქ ზუგდიდის ქართული ოცნების მესვეურთ, თანამდებობის პირთ და ქალაქის ხელმძღვანელობას. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ჩემი მსგავსება და შედარება ჩემთვის არის უდიდესი პატივი. ძალიან ვთხოვთ ყველამ კარგად დაიმახსოვროთ ეს. ხოლო მართლა სასაცილო იყოს, სატირალი რომ არ იყოს, იმისი ხილვა თუ როგორ იცავდნენ ბიძინა ივანიშვილს დამსგავსებული მიქაიასაგან ქალაქის ხელმძღვანელობას ნაციონალი. კიდევ ერთი განცხადება მინდა ბატონ თავმჯდომარე გავაკეთო. დღეს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დაკომპლექტებულია მეორე და მესამე ხარისხოვანი წევრებით, რადგან პირდაპირ ვამბობ, ახალაიების, ყოდუების, ლომაიების, ქარდავების, გოროზიების შემდეგ დღევანდელ ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდში არანაირი რესურსი არ გააჩნია. ეს ნაციონალური მოძრაობა იქცა ქართული ოცნების რუპორად, ეგრეთ წოდებულ რუპორად. მე მიმართავ მერს გოგოხიას და საკრებულოს თავმჯდომარეს მერაბ ყორაიას. მოგმართავ თქვენს ბატონ თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშორ ყორაიას. მოგმართავ თქვენს უბედურებას. თქვენ თუ გაქვთ ჩემთან პრეტენზიები, პირადად დამელაპარაკეთ. თქვენ ვერ ბედავთ ჩემთან მოსვლას, თქვენ ჩემს განცხადებებზე არ აკეთებთ არანაირ კომენტარს და ნაციონალები წამოყვანთ. დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა არის შეკვეთილი სიმღერა. შენ დაუკრავ? დაუკრავ. სამი დალიე? დალე. იმღერე ჯერ რაც არ გიმღერია, იმღერები რა პრობლემა? არ არის პრობლემა. პრობლემა ხარ თქვენ. ზუგდიდის ქართული ოცნების მაღალჩინოსანო და თანამდებობის პირნო. ეხლა კი სამი საკითხი, რომელსაც მოკლედ მოგახსენებ. პირველი, უკვე ყბა დაღებული მაკდონალდის თემა. მე მინდა დავაფიქსირო, რომ ხარს უჭერ მაკდონალდის შენებლობის იდეას ქალაქ ზუგდიდში. ჩვენ არ გვეხება თითქოს ეს მუნიციპალიტეტს, მაგრამ უმეტესობა ჩვენთაგანი არის ზუგდიდელი. და სწორედ იმ ადგილას, სადაც არის განსაზღვრული გუბერნიის გვერდი. ცნობილი ზონდერი, რომელიც
სემდა ჟურნალისტებს კადრებიც არსებობს და მთელმა საქართველოს მითხრა ეს როგორ გაიგდო ციხეში ხასაიამ და მისმა ზონდერებმა ჟურნალისტი განახაჟავა როგორ სემდა იგი ილია ჩაჩიბაიას როგორ დააბრძდებდა ჩვენ და დღეს სალსა ხასაია ბევრინება ნაღალ ჩინოსა ზუგდიდის სამმართველოში პოლიციის სამმართველოში ჟურნალისტები ურეკავენ პრესებს შინაგანსაკუთრებთა სამინისტრო პრესებს იქ ამბობენ რომ ზალსა ხასაია არ მუშაობს მე მივმართე კადრების განყოფილებას ზუგდიდის სამმართველოში დამიდასტურეს რომ მუშაობს მე ვეკითხები შინაგანსაკუთრებთა მინისტრს ვეკითხები მთელს ხელისუფლებას გაგვარკვიეთ ბატონო მეგის კარდავას მარჯვენა ხალი რომელიც მერე თავად მეგის კარდავამ გააგო პოლიციიდან მუშაობს თუ არა დღეს ზუგდიდის პოლიციაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბატონი ნუკლი ეს არის მიდის მის თანამშრომელთან გიორგი სარიასთან რომელიც ზედამხედველობის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფის უფროსია ქალაქ თბილისში და ეუბნება ესეთ რამეს თუ შენ მიქაიასთან არ მიატოვებ მეგობრებო თუ შენ გაიზიარებ მიქაიას ვიდეოს ფეისბუქზე და მის სასარგებლო პოსტებს დადე შენ გადაანთავისუფლებ სამსახურიდან ჩვენ ერთად ვერ მივჭირთ გიორგი სალი არის ღირსების კაცი მან თავად დაწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ და დატოვა კანცელერიაში რა ხდება ამის შემდეგ მეგობრებო დღემდე ეს განცხადება დაკავებული არ არის რა ხდება ამის შემდეგ მას იბარებს ქალაქის მერი ბატონი ირაკლი გოგოხია და ეუბნება შენ არ უნდა წახვიდე რადგან ეს არ უნდა გასაქმდეს და მიქაიამ არ უნდა გააშქეროს ყოველივე ეს მაგრამ გამთბილებ მიქაიასთან მეგობრობას თავი არ და ბოლოს მას იბარებს ედიშა ფლორეი და იგივე ტექსტი გიორგი დაანებებს ახასთან ურთიერთობას თავი და გადაა გამომართული ჩვენ იცით რა მეგობრებო ბატონ თავისუფლება ეს არის მარტივი რაღაცა ეს არის ჩემო კარგებო თანამდებობრივი უფლება მოსილების გადამეტება ეს არის თავისუფალი აზრის შეზღუდვის ცდელობა ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა მე მოვითხოვ ეს ნაციონალისტ არ უყურია ბანალაში მე მოვითხოვ ეს ინფორმაცია არის ეს იმასთან შეგიძლია გიორგი სალიას მოახდინო მე მოვითხოვ თქვენ ამბობთ გიორგი სალიას ინფორმაცია არის დიახ გიორგი სალიას მოდა მე მიმართავ მერსაც გამგებელსაც და როგორ ფიქრობ მე ჰაერში თქვენ ამხელა ბრალდება ჰაერზე ვიყი მოვითხოვ მათი პასუხისმგებლობის დაღენებას მე ვიმეორებ ეს ნაციონალებსაც არ უყურებს რაც შეეხება გიორგი სალიას ბატონ თავმჯდომარე მიმართავ ქალაქის ხელმძღვანელობას გიორგი სალი არ დატოვეს ომში გიორგი სალია ორშაბათს გავა და იმუშავებს ქალაქის მერიაში არ მივცემ ჩვენ უფლებას არც ქალაქის მერს და არც ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ვინმე მისი ცოლის დაკალი მათი ცოლების დაკალები და ვინმე პორტირებული ნაციონალები დანიშნონ გიორგი სალია იმუშავებს ქალაქის მერიაში